Დღემშვიდობისა ჩემო უქროებო, ჩემო ტკბილებო, მოვედი პირადი ურთიერთობის, ესე ვთქვათ, თქვენთვის ყველაზე საინტერესო თემით და აი ამ პირადი სირგულებს ასაუბროთ თქვენთან გასაშლელად. თემა არის ასეთი, ბოლოს და ბოლოს ადამიანი რას გრძნობს შენს მიმართ, რა ხდება მის გულში შენ გამო და ამ ურთიერთობის გეზი წლის ბოლომდე არ ვიცი, საით აიღებს თავის გზაკვალს, თუ იპოვნის საერთოდ თავის ნავსაყუდელს. მოდი ვნახოთ პირველ რიგში რა სიტუაცია გაქვს ახლა ურთიერთობაში. ეს იყოს თქვენი სიგნიფიკატორი, რითიც მიხვდებით, არის ეს საჯარო გაშლა თქვენი თუ არა. Instagram გვერდზე ქართული შრიფტით შენი ჰიოლი, აი ასე მომძებნით. ივლისისთვის ბოლომდე რამოდენიმე დღე დარჩა, სანამ ეს თვე გავადა და სრულდება. ამიტომ ფასდაკლება, აქცია, 300 ლარიანი გაშლის ღირებულება ამჟამად არის 50 ლარი ამ თვის ბოლომდე. რაც შეეხება ენერგეტიკულ წმენდებს, 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ამ 300 ლარიანი გაშლის ექსპრეს ვერსია არის ეს 50 ლარიანი ვერსია, ფორმატი არის voice-ებით, ხმოვანი შეტყობინებებით და არაზარით. შედის 8 შეკითხვა, ამიტომ ამ კითხვას როგორ და რაზე გადაანაწილებთ, ამას უკვე თავად ირჩევთ. ნახოთ ახლა შენსა და შენს მიერ ჩაფიქრებულ პარტნიორს ადამიანს შორის რა ხდება. ნახოთ რა სიტუაციაში ხართ ამჟამად, როგორი არის სიგნიფიკაცია შენი და შენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების. თქვენს ურთიერთობაში ახლა რა ხდება? თქვენს ურთიერთობაში ახლა ის ხდება, რომ მანძილზე ხართ ემოციურ, ფიზიკურ, არ ვიცი, მანძილი ჩანს, სიშორე ჩანს, აქ ჩანს ურთიერთობა, სადაც არის რაღაც ემოცია, არის რაღაცა გრძნობა, მაგრამ არ გვაქვს სიახლოვე, შორს ვართ. პლუს ამას ძალიან კარმული ურთიერთობა არის ეს, ბევრი შემთხვევაში. ძალიან კარმული ურთიერთობა არის. აქ არის ქალი, რომელიც ქალიც თავის ემოციებში უკვე დუხს, გადადუხს, აი დუხარ, რასაც ქვია, ძალიან ბევრს ფიქრობ იმაზე თუ რა განვითარება ექნება. ფიქრობ იმაზე თუ საით წავა ეს ურთიერთობა. ფიქრობ იმაზე რომ თუ მოვიდა რაღაც წავიდა, ან თუ მიდის რაღაც მოდის მერე უკან. რაღაცა ესეთი ფიქრები ჩანს. ძალიან ბევრი ეჭვი არის შენი მხრიდან. იმის თაობაზე რომ სხვა ხო არ ყავს ამ ადამიანს. ვინმე სხვა ხო არ არის მის ცხოვრებაში, ისეთი, ვისაც უფრო აქცევს ყურადღებას და მე ამიტომ ამ ეტაპზე არ მაძლევს იმას, რისი მიღებაც მე მინდა და მსურს. ამასობაში ხარ ქალი, რომელ ქალსაც შეუძლია ამ მამაკაც დაანახოს განათავისი ადუღებული და გადადუღებული თავი ფიქრებით. არამედ იყო პენტაკლების დედოფალი, რომელსაც შეუძლია ისე მოისხას სიამაყის, არ ვიცი, თავისი ღირსეული მანტია, რომ ვითომ ჩემს ცხოვრებაზე ვარ მხოლოდ კონცენტრირებული, ჩემს საქმეზე, ჩემს განათლებაზე, ჩემს ფინანსებზე, საქმეზე, სამუშაოზე და ასე შემდეგ საერთოდ არ მადარდებ. ურთიერთობაში არის საზღვრები დაწესებული, ურთიერთობაში მიმოწერა ამ წუთებში არ ფიქსირდება და არ ფიგურირებს და აქ რაღაცნაირად მგონია რომ ის შენ განიჭერს თავს შორს, შენ მის განიჭერს თავს შორს. მაგრამ ამასობაში რა ხდება? ამასობაში ხდება ის, რომ გრძნობა არის და გრძნობას მალავთ. როგორც შენ უმალავ, ასევე ის კი მალავს. სიმძიმეს აი ძალიან დიდ სიმძიმეს ვხედავ ამ ურთიერთობაში, უკომუნიკაციობას ვხედავ, სიმწირეს ვხედავ, არ აქვს მნიშვნელობა ღერა იპუტავთ თუ არა ან ერთი ან მეორე. ერთ ადგილს მნიშვნელობა არ აქვს, ურთიერთობა გადის კარმულად მძიმე, ცარიელ, სიმწირეში მყოფ და აი რაღაცა მათხოვრები გახდით ერთმანეთის გრძნობების, ერთმანეთის ყურადღების. ოღონდ შენ განიცდი ამას და შენში ხდება მთელი ვულკანი, არ ვიცი, იფრქვევა და იგივე გეიზერებით ხარ სავსე, აი ეგ მაინტერესებს იმასთან რა ხდება, ისიც თუ არის ასე. ხო და მოფლაყული ხარ, მაგრამ არ აჩენ ამას და სახეს ძალიან მალავ, აი სამე გამაკლია კაცის გულიზაც რამლი ვყარო. კურცხალი გადმომიგორდესო, აი ამ ფიქრებში ხარ. დავძენ იმას, რომ ურთიერთობა არის კარმული, ურთიერთობას სურო გადაისკვანჩო ამ ურთიერთობას განვითარება მაინც აქვს, იმიტომ რომ ასე თუ დიდი ხანი გაგრძელდა, ისეთი საყვირით უნდა ჩაყვიროთ სამყარომ, აი მზემოთ არსებულმა ყველა უზენაესმა ძალამ, რომ რა მოხდება, რა მოყვება ამას. ამას მოყვება ის, რომ აბა ვნახოთ რა მოყვება. ისევ ჩვენი ჩრიტინა მამაკაცი გამოყოფს ცხვირს და ფეხს. ძალიანაც კარგი, ეგ მინდა და ზუსტად. თავარი არის ის, რომ მოჯექით თქვენ ტრაკებზე, დაჯექით, არ ვიცი, გალამაზდით, თქვენს თავზე იზრუნეთ, იშრიალეთ, მიშრიალდით, მოშრიალდით, არ დაანახოთ დარდი. თუმცა არც ნამეტანი არ გაჯიქდეთ და არ გავირდეთ. ნახოთ ახლა, რას გრძნობს ეს ადამიანი ახლა ამ სიტუაციაში? აი ასეთ რაღაცა, აი უმოძრაო პერიოდს რო გადის ეს ურთიერთობა, რა ხდება ახლა მის გულში შენ გამო? აი თვითონ რა გრძნობებში არის, თვითონ რა უჭირს, რა ულხინს, რა ენერგიებში არის საერთოდ თქვენი პარტნიორის. სქესი მოდი არ ვთქვათ მამაკაცებიც თუმად გვიჩრიტინებენ და გვიყურებენ და გვისმენენ ხოლმე. ნახოთ, თავად მამაკაცის გრძნობები, ან ქალბატონის გრძნობები, ვინც ყავს ჩაფიქრებული.
რას გრძნობს ფონი რა მაქვს დედა ოხ რას გრძნობს იხლიჭება ჩვენი თასების მეფე მაგი მუშაობს თავის ყმუის გოგოებო ყმუის ისე ყმუის მეტი აღარ იცის უბრალოდ სად თქვას სად მოყვეს სად ილაპა რადგანაცო მეო რამოდენიმე გრამით მეტი ხორცი მაბია ფეხებშუა ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ გული მეცო აი მეც ხო მაქო ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ გული მე არ მაქო შენ ხარ ყოჩაღი შენ ხარ გეხუტუნე თეძოებში მაგრამ აქ ეს არის კაცი აკეთებს საქმეს თავის საქმეზეა კონცენტრირებული ჩრიტინერს იქ ვინც ხას ელაპარაკება აქეთ ვინც ხას რაღაცა საქმეს ურჩევს იქ თავისას აკეთებს დაბაჩუნობს მოკლედ მაგრამ ყმუის მარტო რო რჩება ყმუის დაღამდება თუ არა რა ივუყო ამ ქალს რაიზე გამითეთრათმა რაი უნდა რაიზე ვერ ამევიდე თავიდანო მე აპაპაპაპაპა გზვერავს კულისებიდან მომღიმარი არ არის ეს კულისებიდან არა დაღმუილებულია დაბეჩავებულია მაგრამ მაგის ენერგია და თასების მეფე არის ჩემთვის მეგრელი რომანტიკოსი კაცი რომელსაც მოსკოვებში აქვს ნაცხოვრები და ფული იქ აქვს ნაშოვნი ესეთი რა აი თავს დაბლა არ დახრის ეს მიყვარს მე რომ ჩემებროთ აღვიქვამ ხოლმე არკანეს პლუს მაგთან ერთად ეს კომბინაცია ერთად იმას მაძლევს გოგონებო რომ აი თხათხაზე ნაკლები მგელმა შეჯა მე შენ განახებო ვინ არის აქანეო ყველაზე მაგარია ხო და ნახოთ ახლა ცუდად არის მალავს მუშაობს ყმუის გზვერავს გელოდება და თვითონ აქ თავდაღმა დაკიდებული ასე შენი სიტუაცია თვითონ რო გადმოდგას რამენა ბიჭი დაუშლი რა ვათურას იზავ არადა უნდა ამ კაცს სიმყარე და სტაბილურობა შენთან მაგრამ დებილი რო დაიბადები დებილად აგრძელებ ცხოვრებას ცხრიანი კვერთხები 10-იანი კვერთხები დევიღალეო აი ფიზიკურად დევიღალე მენტალურად ყველანაირად დევიღალე რა აი უნდა ამ ხალხ ჩემგან ამ ფიქრებში არის დაიღალა თავისი პირადი ხუმრობა იქით თავისი პირადი პრობლემები უჩანს თავისი პირადი მიზნები საქმეების დაალაგებასაც ცდილობს ძალიან დატვირთული არის და იმალება გაყუსული ზის აფერი არ ადარდებს გზაზე აგო საცხაი წასული არ ვიცი ჯასტისი მერე ძვირფასო მერე მაი არ მეკცევა სამართლიანად და მე რა ვარა არ მაქო ჩემი ღირსებაო თუ ჩემი პატიოსნებაო თუ რა უნდა გავაკეთო მეო ყველაფერი მოჩერებულია შენზე მოჩერებული გული აქვს ასე დათუთქული რაც ხა უთხარი იმფერი ან რაღაცაში არაუბი მხარი ან რაღაცაში პაძეშკა არ მიეცი და მოჩლარტული ჩლარტიასავე დეიარებას ეითქვით რა იქნეს მეტი ასე აქ ხანჯალიო მოღებულიო ქარქაშიდანო და მიქნევსო წინ დაუკანო და არ წამაცვეთოსო ერთი ადგილიო კაცი ვარ თუ იგივე ვერ გევიგე რა იქნა მეო დასაჭურისება არ მინდა ამ ხალთან მე რა ცხა პაცა ემოცია მინდა პაცა ევნება მინდა დუხს იგიც დუხს შენ თუ დუხარ იგი რა ნაკლებად განიცდის გონია ყველაფერს განიცდის ყველაფერს ხდება ყველაფერზე გაკონტროლებს აგერაა წამოჩიტული გადებს ფოტოებს გარასკვანჩულია ვინც ხედა იგინა და ბდღუიალა ტაიცაცველი აცვია რა ცხა მაგარ სუფრაზე აუ არ უჭირს არაფერი კი არა გადებული აქვს ბაირამ დუდუქში აგერა მოკლედ და მარტივად არ აქვს ხალხო 9 კუთხეთში ხართ, კვარტეტში ხართ, ტრიოში თუ დუეტში. მოარგეთ ნებისმიერ წყვილზე, მოარგეთ ეს გაშლა. ყველასთვის არის ეგ გაშლა. დევიღალე თქვენი დაცალცალკებებით, ხო გიყვართ და უყვარ ხარ, მორჩევსო დამთავრდა იგინა. კვარტეტი არის თუ დუეტი არის თუ ტრიო არის, არ აქვს მნიშვნელობა. ახლა ნახოთ. ვინ ხარ მისთვის შენ? როგორ ადამიანად აღგიქვამ შენ? აი, რაფერ ფიქრებს, რო გიყურებს, რო გიჩივა, რო გიცდის, რო ყმუის, რო ღმუის. ვინ ხარ შენ მისთვის? ერთი რა ქუდი გაფარავს მის თვალში, მის ცხოვრებაში. ნახოთ, ერთ ვინ ხარ? კვერთხების დედოფალი, პლუს ფონად მაქვს ამფერი ხმლების პაჟი. კვერთხების დედოფალი, რომელმაც ვითომ სიოდოუბერა ფეხებშვიდან მომავალი მისკენ შეათრო. შეაჟუჟუნა და ასე დაუქნია ხმალი ჩემ ფეხებს გემეკარებიო. აცირში წაგაცრიო ასე. კიდე ქვევით მიზის რა. თასების დედოფალი მიზის ქვემოთ. ყოჩახ შენ. ესე ხალი გვტება დუხს, მაგრამ იმას და რავა, მაიმაგლია ახლა მე. მაიმაგლია ახლა თავადი ლევანივით მეყოლოსო და მზე შევადარო. ვინ ხარ შენ მისთვის და შენ ხარ ხალი დედა მაცალეთ ერთი მაცალეთ. ნახოთ, ვინ ხარ დავამატე არკანები. ვინ ხარ ჩემო ძვირფასო და აი ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ამ უწმაწურობისთვის, მაგრამ ამ სიტყვას რაღაცა და სიტუაციას უხდება. მაპატიეთ, თქვენით მე უზრდელი არ ვარ.
კაც დამარტ არა ვერ ვიტყვება დიეთ. დედის მამის შიმშილი. აი ეს ხარ შენ მის ცხოვრებაში, რომელიც აი ვერ გაიგო, რა უნდა ვერ გაიგო. ახლა დავიწყოთ თავიდან. იცის რომ ძალიან ემოციური ხარ. აგერ გამოვწიოთ აი. იცის რომ ხარ ძალიან ემოციური. იცის რომ იმპერი ემოციური ხარ, რაც გაიყო, მარლა გადაასხავ თავზე იმ დუღარეს, მაგრამ ნახე, შენთვის გაქვს შენახული ეს ემოცია. შენთვის ინახავ შენ ამ ემოციას. არ უჩენ კაც. ვნებიანი ქალი ხარ. თუხთუხა ქალი ხარ. უნდა ამ კაც რომ რაცხა იშიშვლოს შენს წინაშე, მაგრამ შენ უჩივი იქიდან რომ მაი არ მინდა. მაი რომ მინდოდეს აქამდეო ბევრი იშიშვლებდა. მეო რაცხა მინდა იშიშვლა იმამდე მიმაწვდენინეო ასე ჩემი გულიო და იმან გიჭოჭა. რას ქვია მას სახდებაო. დეიფასა თავაზია ცხვირი. ეშინია შიშებშა ბავშვები ხა ხუმრობები იქით იყოს და აი ჩემი კილოკავი. ადამიანი არის საგონებელში ჩავარდნილი შენთან დაკავშირებით. ნახეთ ახლა რა ხდება. ყურეთ მისთვის შენ ხარ ქალი, რომელმა ქალმა ზუსტად იცის ცხოვრებაში რა უნდა ცხოვრებისგან. ქალი, რომელიც თუ მარტოა, მისი ცეცხლი მოგიზგიზე გაუნათებს გზას. შენ ხარ ქალი, რომელსაც არც თეთრი ეშლება, არც შავი ქიცის კიცმაცურიც, ქეთს დუხს, ქეთს წაუფსიხებს, მაგრამ სტაბილურობის მოყვარული ქალია და ამას აფერი კურდღელივით არ უნდა. ორ წამში იქინა რაცხას მოჩინჩლავ და წამოხვალ. ამფერი ამას არ უნდაო. ამას სტაბილურობა უნდაო ჩემთანო, იმიტომ რომ სერიოზული ქალიო და ამას აქვს ეს განცდა შენ მიმართ რომ პატივისცემა აქვს შენს მიმართ უდიდესი ეს დემახსოვრე შენ დემახსოვრე. ახლა რა ხდება აქ? დიდ პროჭობას ექნება აქ ადგილი ბაღნებო. აქ ამისგან ელოდე დაზვერვას, დაკვირვება. უი იმფერებს კითხავს, იმფერებს გეტყვის ისე შემოგიგდებს თემას, უნდა ჩოუტეხო. არ მოუშვა გულის კაკალამდე. გამწარებული ესეთ მაგრამ კიდო აგასამწარებელი. ახლა რა ხდება? ვინ ხარ მისთვის რა ემოციას იწვევ და რა უნდა შენ ურთიერთობაში ყოფნა უნდა. მარა დეიკარქა ყმუის, ხო გითხრა ყმუის, მარლა ყმუის, მაგრამ აქ ახლა ჩვენ აქ ჯაჯმენტი ისე გვირის, რომ ვინ ხარ მისთვის ხთება, რომ ასე ჰაერზე ჰარალოზე გამოჩენილი ქალი შენ მიზა არ ხარ. ხო და რაღაცაო ჭკვიანად ვიყო, მე თუ რაცა გული მიგზნავსო, აიო რაცა მარლა ზეიდანაა გამოგზანილიო და ისე არ მოხდესო, მე გამიშვასო იქინეო ზეიდკენო, მე გამიშვასო. ნახეთ ახლა რა არის. უნდა რომ რაღაცა შემოგთავაზოს, გამოწვტილი ხელი აგერაკანე, მაგრამ შენ ამყოფებ ამფერ სიტუაციაში და იმანაც რომ მომცესო რაცხა ხო შეიძლებაო, მაგრამ მე ცხოვრობ რაცხას ვაგერ ნახეთ 6 მონეტა ხატია, ამას ხელია გამოწვტილი. მე რაცხავს თავაზობო არ ყოფნისო, მაგას რატომ? იმისა რომ მაი პენტაკლების დედოფალია, თავზე აყრია მაი მონეტებიო. გვირგვინიო, კორონა თავზე ადგასო. ასე ვართო დაკიდებულიო. ასე მოგო დაკიდებული სიტუაცია თავდაღმო კიდე ვართო რა იქნება, რაფერი იქნება, ვისი აჯობებს ღმერთმა უწყისო, მაიო გევიგოთ. ნახოთ ახლა აქანე ერთი ამფერი ამბავი. რას მოიმოქმედებს ჩვენი ვაჟბატონი? ჩვენი ტრიფონა რას იზავს? ან არა ტრიფონა და ერთაოს ბრეგვაძის ნაჯვარია აქანე. რა ვიცი, რა იკითხოთ მეტი მურტალოთ დამატეთ ზეიდან. კარგად წამოიღო ამ დასტამ მომწონს ახალი დასტები ესენი ყველა. ნახოთ ახლა, შევხედოთ. რატომ არჩივა არაფერს რაიზა არ დგამს ნაბიჯ რაიზა გამყოფებს ამომიხდა ამ ფერ სიტუაციაში რაიზა გამყოფებს რა უნდა რა დააკელი რა უნდა შევხედოთ რატომ დუმს რატო ძრა არა აქვს რა უნდა რა ჯანდაბა უნდა რატომ არაფერს არ აკეთებს ისე ფონი მაქვს ხლების რა უქენი გვამნაი რა ცხა გაქვს შენ აცალერ მაგის გარკვე დათიანი ხმლები ვერთხების მეფე რა ვიზარ გეჭხირო ყელზე არ დაადგე არავი შენი ვერთხების მეფობით რა უნდა და პაწას შენგანაც უნდა რაც ხა ინიციატივა იგრძნოს მაგრამ ასე აჩვენება ასე დედა განიცდის ბავშვებო ეს რაც ხა ნამეტანი შიშებშია გარავარდნილი რა უნდა ნება მაქო უჭირავს ხელში სამაყო ჯასტისი შვიდიანი ანუ ნახეთ ახლა აქ რა ხდება მოდით ვნახოთ ასე უყურეთ ასე გეტყვით ამან იცის რომ აი რაღაც წიწკილაობის ქალი არ ხარ შენ და თუ რაღაცას ითხოვ გინდა სრულყოფილი და ასე სავსე კი რომ გადმოდის
ხო და ნებები არ ყოფნის, ამასობაში ემოციები გოუჩნდა შენ მიმართ. მე ვარ გეგმავდი ამ ყოველივეს რა იზამაშდა მაგის გულიზეო, მე ემოციებიო. ხო და არ მოსწონს ეს შინაგანი მდგომარეობა, რომ ნება აღარ ახსოვს, ამასობაში ემოცია მოაწოდა. კაცები სწორხაზოვნები არიან, შიშრები არიან, აშინებთ ხანდახან სიყვარული და როცა არ გეგმავენ და უყვარდება და ბაირამ დუდუქში ედებათ, შეშინებულია, პაცა. საცხა დადი შარაშარა რელეღელი. აკი ყმუის სუყმუილში რაია იოგა ჩაწყდა. შეყრინწა ყელი, მაგრამ არავაშა დალევებ ჩაის, ჩააღარღალებიებ და მოიყვან აზრზე. კოშკი ინგრევა არის იქა და გადაგვიყირავდა კაცი. რა იზარ დგამს ნაბიჯს, სითბო მინდა მაგისგანა მე ბავშვ მოვშეთ დავასრულე აღარ მინდა ხა ამდენი ბოჟიალი. რატომ არ დგამს ნაბიჯს? ნაბიჯს არ დგამს იმიტომ რომ ახლა ისე მასე უნდა დაგანახოთ არკანებს. შეხედეთ ახლა რა ამბავია. შეხედეთ. ბაღნება. უყურეთ ახლა რა ხდება. იცის რომ შენ სერიოზული სტატუსით ითხოვ მასთან ურთიერთობას, მას ასაწიწყილაო არ მინდაო მე აფერიო. არ აქვს მნიშვნელობა სამკუთხედში თუ ხარ და ისეთ ურთიერთობას ითხოვ, სადაც მტკიცებულება გექნება იმისი რომ იქინე ოჯახში მართლა არეული სიტუაცია აქვს და არაფერი არ აქვს მის ცოლთან. თუ არ ხარ სამკუთხედში და დუეტში იმყოფებით, მაშინ ხომ მით უმეტეს სერიოზული სტატუსი გინდა, გაფაბლიქება გინდა და პუბლიკა მიცოდეს რომ აი შენთან ერთადაა. პენტაკლების ტუსო მომცემო თუ არაო, ამ ფერ დღეს დაგაყრიო. ეხლა ნახეთ აქ რა ხდება. ამ კაცს შენთან ურთიერთობა უნდა, ჩემო ტკბილო. ნერვიულობს და განიცდის, იმიტომ რომ გავლენის ქვეშ არის მოქცეული, ურთიერთობა უნდა. აი უნდა და თავიდან ეჭირა აი ხელში. აი ვერ მიიღო გოუშტა გრძნობა გოუშტა დობერა ქარმა შეაცია, მეიცვა კურკი ცივა ისევე. სითბო უნდა ახლა გათბეს უნდა, უდუხს ტვინი ფიქრობს ბევრ ფიქრში არის. სავიპოვო გასაღები, რა ვუყვან ხას. გაფუჭებული სოჩიკივით არისო გოგო. რა უნდა ვერ გევიგო, რა იქნა. გოუჩტა გრძნობა. ამ ფერგრძნობაში არის. და ტირა კარგი სტრაკია. ინგრევა ეს გრძნობა აშინებს შენს მიმართ ამ ადამიანს. ეს ჩემი გადართვები მიყვარს ძალიან. აგენი აშინებს ამას ნამეტყავად. მეო, ქალებიო, ირევიანო ჩემი გულიზაო. კოსტაია რომა, ხომ იცით? აი აქან. ჩემი გულიზა. შენც გოგო ჩემი გულიზა ხუთმა ქალმა თავი დაიხჩო. ორი აგერგდიაო, ერთი აგერგდიაო. შენც გოგო ვინმარ მე? ამ ფერი ამბავი აქ აი რეკლამა მინდა მე ამის არ დამიბლოკოს ვიდეო. ამისმა რეკლამებმა სისხლი გამიშრა. მეტად ჩემ ვიდეოს რო უყურებთ, მაშინაც ქვეყანამ რეკლამა გიხდება. დავიწყოთ ახლა. მოკლედ, რას მოიმოქმედებს, რას იზამს, რას უნდა ელოდო, მისგან ორი კვირის ვადაზე, არ გვინდა მეტი ვადა ჩვენ. ამას მოუყრანჭოთ თავკისერი. ნახოთ ახლა, კაცის კისერი ქალია, კისერი საერთოდ გატრიალდება თავის, სახით იქითკენ მიდის. მასე უნდა გავუკეთო. ნახოთ ახლა ჩვენ. რას მოიმოქმედებს შენი გულის კაკო ყაჩაღი. ასე ვნახოთ. ფონი მაქვს კვერთხების მეფის, ხმლების მეფე ამა მიხდა აგერან. აუ. მის თავს უწესებს ბავშვებო საზღვრებს. მეო, არაფერს არ გავაკეთებ. აფერს არ ვიზავ, მეო. იმდენი შერა გითხარ. ხმლების მეფე, ხმლების პაჟი. შენ გეხუტუნე, ხუთიანი ხმლი და რა ფერ გზვერავს სოციალურ ქსელებში რა აზდებ, ვის რა ფერ პასუხობ, ვის რა კომენტარს უწერ, ვის რას თუ და მანძილზეა, მერე რა ხდება? მერე გამოაჭენებს მის დებილ თავს. გამოვა კონტაქტზე, ელოდე ამას გამოჩნდება აი კონტაქტზე, ელოდე რას იზავს და მიხდება იმას, რომ მარტო თვითონ არ უდუხს ამას აი თავპირი. ტვინი მარტო მას არ უდუხს, იმასაც მიხდება, რომ შენს გიდუხს, რაც ხა, ენატრები, გოგო. არ ვიცი რა მე აჩუქე. არ ვიცი რაღაცა გაკ მიწერილი თბი, რაც ხა იმას უყურებს, ათვალეკ. არ ვიცი რაც ხას ეს ის და გიხსენებს შენ და შენთან დაკავშირებულ მომენტებს და ემოციებს იგონებს. შენ გეხუტონე, რა იქნას გოამანა შეშტებულია, რა შემეწოდა. კვერთხების 6-იანი გამოვა თქვენი ვაშბატონი კონტაქტზე, ამის პერიოდს მე ზუსტად გეტყვით ახლა რო ის. კვერთხე მაინც ჩემი ქალია რა იყო მაგი რომ მინდაო მე ისე აღარავინ არ მინდაო მაგასთან მე ნოტარიულად დამოწმებული თუ არ მექნებაო აი რაც ხამაბიაო ისე მე არ მიმიკარებს მაგიო აი ამაზე შედგება საუბარი ორი კვირის შუალედში თქვენ შორის რომ მოდი დავარქვათ ამ ურთიერთობას სახელი და ახლა შენ რა გინდა ჩემგან შენ ეტყვი ან დამიმოწმებ ნოტარიულად ყორფელს ან არა და კარგად იყავი 10 ხმალში გაგიშობო ეს მოხდება აქ შემდგომ რა მოხდება აქანი
დედა რაფერე შინია შენი და კარგის ძალიან შინია და ამიტომ არ დამბლოკოსო საერთოდ გზები არ მოვიჭერ სანამ კიდევ რაცხა შემიძლია და შანსი მაგ გამოვიყენო არ ვიჩერჩეტოვო არ ვიჩქარავ და მის თავს დროში უწელავს ამ კომუნიკაციას შენთან რომლის დამყარებაც არ აქცდებათ ბაღნება მაიცოდეთ თქვენ მიზა ხარ შენ ქონება მაგრამ დაკიდებული ასე სიტუაცია დაკიდებული ორი კვირის განმავლობაში ეს ადამიანი გამოდის კონტაქტზე, იმიტომ რომ მის თავს ვერ ეწინააღმდეგება. რაღაცა ციო ენერგიებში არის, ახლა მოფლაყული ზის და ისინი თავისუფლად შობა. და ვერ მეითმეს, გამოჩრიტინდება მაინც. ან რაღაცას დაპოსტა, მე მგონია რაღაცას დადება, ან სტორზე მოაყოლებს პასუხს. რაც ხარ მეწონა, რაც ხარ მიდე ხრინწე, რა ფუკი ამესიც გამოგიდა, კოსტუნი ესავით ზის და გიყურებს იქინი. რაც ხარ გამოყოფს ფეხს რომ აქანე ვარ და გიყურებ და გხედავ. აი ფიქრო შენ რომ იქნე რაცა გერევი კარგა იქნება. ხა ვნახოთ, ასეთი რაღაცა ვნახოთ. ორი კვირის განმავლობაში გამოვა თუ არა კონტაქტზე შენთან, შენს მიერ ჩაფიქრებული მამაკაცი, შენი კუსურიე, კოსტაიე, ნახოთ. გამოვა შენთან კონტაქტზე ორი კვირის ვადაზე. შეგეხმიანება? რაფერ უჭერს ამ ემოციებს, არსად არ დეგეკარქოს, ისვენებს, პაწახანედე ხალხო არაფერს არ შვება ჯერჯერობით და უჭერს ბოლომდე უჭერს, მის თავს რაფერ ებრძვის, ხო შეხედე, მეო სუმერა იზამიწე, თვითონაც ხო შეიძლება რაც ქნასო. არ გაბედოდა მაგი არ ქნა სიკვდილი მორჩება ამ იმას გლოვაგოდებას და შეჯიბს შენთან მე რა ხდება 100 გაუსვავ წერტის ბოლო მე კაცი ვარო აქანეო თუ ვინ სიკვდილი ვარო ბოლო ვინ ჯანდაბა ვარო მაი ჩემზე აია თუ იაო რა მინდაო მეო რა მინდაო ისა როზი ვარ და ველოდებიო და მე კიდე ჭაღარათ მაზეო რას ვუსდიო მაგ მე არა გამომჩენელიო არ წმუნდება ამაში და გამოჩრიტინდება ასე შაბათ კვირას ემთხვევა ოღონდ იქითა შაბათ კვირას ისევ თასების ტუზი ამომდის ბაღნებო ისევ თასების ტუზი აქანე ისევ და ამათი რეკლამები ხო დევიდ ანჯერა იმით ისევ თასების ტუზი ინიციატივით გამოვა დუმილს გაარღვევს ორიან ის თამაშობს ირაცხას იზავს შენ შობი იგი რასაც იზავს ნავიცი შენ უგივიგეს უტრიალებ მოკლედ იმის ბურთს იმის მოედანში შენი ბურთი შენ მოედანში ამის ბურთი აი რა ჩერი თუ აი რა ჯანდაბათ მინდა დამიბლოკავს ახლა ვიდეოს ჭირი გეცათ თავზე რა თმინდა აგი ავთიშოთ ჩავთოთ აგი მოკლედ პერიოდი არის ორ დღეში ორ კვირაში ნახეთ ახლა როგორ რაღაცას ვიძახთ ნახეთ ვაი პერიოდი როგორ უნდა დავსვათ ტაროში ბაღნებო ნახეთ ვისაც უნდა სწავლა ტაროში ყურეთ ახლა აქ რა ხდება რამდენი ორიანი განმეორდა ქურუმი ქალი რიგით მეორე არკანი არის მერე მოყვა ამას ორიანი პენტაკლები მერე მოყვა ამას ორიანი კვერთხები და ერთიანები დააჯდა ზემოდან ხო დააჯდა სულელი და დააჯდა მაგი ანუ გამოჩრიტინდება ორ პერიოდში ორი კვირა არ არის აქ მოკლევადაზეა საუბარი აი ამ ვიდეოს დღეს რო ნახავ შენ რომ გახსნი ამ ვიდეოს შენ დღეს 28 რიცხვია ხო აი 31-ში დილას ორმა დღეღამემ უნდა გაიაროს და მესამე დილა რო იწყება მაშინან რო თენდება ის მესამე დილა უკვე აი ამ პერიოდში უნდა გამოვიდეს განვითარებაც ხوار გინახოთ ბარეღამ ნახოთ ერთი ნახოთ შევე ჩავყევი საშვილდაშვილო დამურთიერდობას რატო ვიცი ასე სხვებს რომ უყურებ ხოლმე ატვირთავენ 5 წუთიან 100 წუთიან ვიდეოს ყოფნის და მე ვერ ვჩერდები არ მყოფნის ვიღაცა მომწერა რაიმე 50 თუ არ ეგრესო და ვაკითხვა შეძისო არა ახლა შვილთაშვილებსაც მე მოგინათლავ დიდი ბოდიში ძალიან დიდი ბოდიში ნახოთ ახლა შევხედოთ ახლა რა ხდება როგორ განვითარდება შენი და შენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის ურთიერთობა რა განვითარება გაქვს რა პერსპექტივა საერთოდ თუ ჩანს პერსპექტივა 2026 წლის ბოლომდე Queen of ეს მიმყავს პენტაკლები კი ბატონო 10-იანი პენტაკლები იეროფა ვაუ კაი 5-იანი პენტაკლები მერე შეხედე ან ყველაფერი ან არაფერი წავა აქ შენ ეტყვი ან ვართ ერთად იმფერად რაფერს მე მინდა ან არა და სულ კარგად იყავი რა მოხდება
ექვსიანი კვერთხები მოხდება, გამარჯვება მოხდება, შენსაც გეიტან, შენ გეხუტუნე. რა მოხდება? ამ ადამიანთან ურთიერთობაში შესვლა, ვინც მარტოები ხართ და არ ხართ ოჯახში და არ ყავთ დაუშვათ პარტნიორები და სამკუთხედური სიტუაცია არ არის. პოტენციურ საქმრეზე, მეუღლეზე, შვილების მამაზე მაქვს საუბარი, ვინც სამკუთხედში იმყოფებით და იმ ოჯახში თუ აქ ამბერი არეულობა და დომხალი, იქინე დაასრულებს ყველაფერს და წამოვა შენთან, ოღონდ დამსახურებულად დაასრულებს იქ და არა ისე რომ სხვის ბედურებაზე ააგოშენ შენი ბედნიერი ამფერაცხა არა, იქინე მართლა ვინც იტანჯება და ვისაც უსიყვარულო და აქ იქ შექმნილი და მართლა ცუდად ექცევა ის ქალი და არა ბედნიერი იქინე და სადაც გასაწყვეტია გაწყვიტავს თუ არა და მეო შენ აღარ მიგიღებ დევიღალეო ასე საჭრიტინა და ვინც მარტოები ხართ და იცოდეთ რომ ეს არის ის კაცი ისთანაც თქვენ ოჯახს შექმნით უბრალოდ ძალიან მძიმე გზა არის გასავლელი სანამ ის ამ აღიარებამდე გააზრებამდე მივა იმიტომ რომ ნახეთ ბევრი ბლოკი იყო აქ აი ეს ბევრი ბლოკი უნდა დასტაბილურდეს და დავაგდეს მიეცით დრო ერთმანეთს აცადეთ ამ ადამიანს გელოდება მასთან მასთან გელოდება 10-იანი პენტაკლი, იეროფანტი, 6-იანი კვერთხები, 2-იანი თასები და 10-იანი თასები. დანარჩენი აი ეს ბლოკები უნდა დრომ მანძილმა სიშორემ რაღაც გაგებით უნდა გადახარშოს, დაალაგოს და დაასტაბილუროს. აქცია მოქმედებს ივლისისთვის დასრულებამდე, 300 ლარიანი გაშლის ღირებულება არის 50 ლარი. დროულად მე არ მომადგეთ ხელფასი ახლა მე რიცხევ. ისე სხეთ წინასწარ და ისე ჩაეწერთ. რა ვქნა აბა, ვერ გადავიტან აგვისტოს თვეში. სწორად გამიგეთ ძალიან გხოთ, იმიტომ რომ მთელი ზაფხული არის ეს ფასტაკლება და ეს აქციები არის და მოქმედებს. გიცხوار ნახო ერთი რას გირჩევს 따로 ამ კაცთან მიმართებაში მე ნახოთ მაგით რა მხელა ვიდეო ჩავწერე მე ამას თვითონ თუ შეინახავს ეს ტელეფონი ამას საერთოდ რას გირჩევს 따로 ამ ადამიანთან დაკავშირებით რჩევა 따로ს მხრიდან შენზე რა არის შენ რას გირჩევს 따로 ამ შემთხვევაში ორიანი პენტაკლები და ფონი მაქვს პენტაკლებს დაიმახსოვრე ვინ ხარ იცოდე შენი თავისუფლება შენ ხო იცი შენ ვინ ხარ შენ ხო იცი რომ შენ სრულ მოიცა მაცალე ჩემებურად გეტყვი გოჯემებურად გეტყვი თითი არ გაატოკო გოგო არ გაბედო გოგო ეწინააღმდეგები შენს თავს მორჩი გახსოვდეს ვინ ხარ გახსოვდეს რა შეგიძლია ეგი ხარ შენ პენტაკლების ტუზი ხარ შენ ხარ ეგი შენს ხელშია ყველაფერი доутре კარგად მოგექცევა კარგად მეექეც გლახად მოგექცევა გლახად მეექეც მერე იცოდე რომ მაძღარი გინდა რომ იყო მაძღარი გინდა ამ ურთიერთობაში იყო და არა ამ სიტუაციაში აგერ ნუ არ დაგიჟმოტავს დაუჟმოტე ხალი ხარ ფაფრიანი ლომი უნდა მოათვენიერო და მოათვინიერებ ჩოუკეტე გზები დაიჭირე დისტანცია გაწექი დივანზე შენს რა გლახად იცი შენ წოლა თუ შენ მისავით ვერ წამოწვევი ქურუმში გადადი იმოქმედე იმანიპულირე გოუღარე დანა ტვინის სარქველში და კი აქ ახლა აი ხანჯლები გაყრილი ამას თავში იმიტომ რომ სერიოზულად ებრძვის მის თავს ნუ ნერვიულობ გლახად ნუ ხარ და პირიქით გახსოვდეს ვინ ხარ და რა შეგიძლია აი ხარ შენ კი არ უნდა იბრძოლო იმან უნდა იბრძოლო შენი გულიზე ასტეა ძვირფასება გემშვიდობებით ჩემო ოქროებო ჩემო ტკბილებო ახლა ასეთი იუმორისტული გაშლა გამოვივიდა რა იქნება არ ვიცი დევიღალე მე გაწდა ვიდეო უცებ ყველა ტიპის ურთიერთობას ეხება ეს გაშლა და არ ვიცი სად გაჩერდა ეს ვიდეო სადრას ვიძახდი მე მგონი რაც ხა სიტყვაზე გადავხდი გელოდებით ყველას პირად ინდივიდუალურ კონსულტაციებზე ჩასაწერად Instagram გვერდზე შენი ხიული ქართული შრიფტით თროებით კომენტარებში ველოდები ყველაზე კაი მაგარ კომენტარებს კარგად